სასამართლოს გადაწყვეტილება ჩემი აზრით არ არის კანონიერი და თავისთავად არ არის ვერ იქნება დასაბუთებული, როდესაც ის ჩაგვაბარებს, ვინაიდან საქმეზე არ არის ის სტანდარტის მტკიცებულებები წარმოდგენილი, რომელიც აუცილებელია გამომწყობებელი განაჩენის გამოტანისთვის. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ სასამართლომ უბრალოდ ერთი მუხლი შეცვალა მეორე მუხლით, ვინაიდან თვალედური უკეთესი ვერსია შეარჩია, თუმცა შემადგენლობის ნაწილში თუ არ ფიქსირდებოდა და არ დასტურდებოდა მათ შორის კავშირი, ორგანიზება, ასე ვთქვათ, მე ჩემს გაუგებარია თუ ამ მუხლთან მიმართებაში რა ფორმით და რა პრინციპით მოხდა მისი გადაკვალიფიცირება. თავისთავად დაცვის მხარე აუცილებლად გავასაჩივრებთ ჩვენ ამ გადაწყვეტილებას, როდესაც ჩავიბარებთ უკვე სასამართლოს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას მიჭირს თქვა და ვუწოდო უბრალოდ სასამართლოს გადაწყვეტილებას და თავისთავად ჩვენ ყველა იმ კითხვას პასუხს გავცემთ, რაზეც სასამართლო მიიჩნია, რომ უთხოვარი იყო თითქოს აღნიშნული მტკიცებულებები და ამ პირებისგან დადგინდა ძალადობრივი ქმედებები. მე ერთი მაგალითი მინდა მოვიყვანო ირაკლი მიმინოშვიდან მიმართებაში, როდესაც პოლიციელი აღწერდა, რომ პოლიციელს ესროდა და კადრი დაათვალიერა, ამ კადრზე დადგინდა, რომ პოლიციის კადრი ჩამატებული იყო, რანაირად მიიჩნია სასამართლომ უთხოვარად, რომ ის პოლიციელებს ესროდა. აი ეს არის ჩვენი მთავარი მიზეზი, ჩვენი მთავარი მიზანი, რომ ყველა ნებისმიერ დარღვევას გავცეთ პასუხი ადეკვატური და სამართლებრივი გზით.